საღამო მშვიდობის მეგობრებო, აბა როგორ ხართ? აბა როგორ ჩაიარა დღე? მე მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ჩაიარა დღე? მე მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. მოვედი მწვარდა რუგული. ხო? მაგრამ ძალიან ვისიამოვნე დღეს გარეთ. აბა როგორ ჩაიარა თქვენთან დღე? საღამო მშვიდობის ყველას. მე მგონი ახლა უფრო უკეთესად გავიკონებთ. აბა როგორ ხართ მეგობრებო? დღემ როგორ ჩაიარა? თქვენთან ერთად მოვამზადებ კარტებს, დასტებს. საღამო მშვიდობის. თქვენთან ერთად მოვამზადებ დასტებს მეგობრებო. მე ძალიან კარგად, არა მიშავს დღეს უკეთ. დღეს თელი დღეა გარეთ ვარ აუზზე მეგობრებო. დღეს დილით გავედი 8 საათზე და საქართველოს დროის 10 საათზე შემოვედი სახლში. თელი დღე გარეთ ვიყავი აუზზე მეგობრებო. ზღვაზე ვერ წავედი და წავედი აუზზე. ისეთი დავიწვი რომ სპირტი მაქვს თან და სპირტს ხო, ციებ-ცხელება მაქვს მეგობრებო, მაგრამ რა ვქნა, მაინც ვისიამოვნე. აი ასე. ხო. თქვენთან რა ხდება? თქვენთან რა ხდება ჩემო ძვირფასებო? კვირა დღემ როგორ ჩაიარა თქვენთან? სალამი ყველას. ბედნიერ და სასიამოვნო ლაივს გისურვებთ, სასიამოვნო ამბების მოსმენას და გაგებას ყველა თითოეულ თქვენთაგანს და მე მგონი დავიწყოთ. ვინც ვართ? ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდება მეგობრებო, სურვილი ექნება, შემოგვიერთდება მეგობრებო, ასე სიამოვნებით მივიღეთ. ხო. ჩვენ დავიწყოთ ახლა ჩვენი პროლოგით. შეკითხვები არ მაქვს. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ასე რომ მე მაპატიეთ. დავიწყებ ახლა თქვენით. რა ხდება თქვენი ენერგიები როგორია დღეს? გულგატეხილები, იმედგაცრუებულები, დამსხვრეულები. გული გაქვთ სულ აი არ ვიცი, დასერილი მეგობრებო. გული გაქვთ დასერილები. რა ხდება თქვენთან? ხო, აი კი, კარტი ადასტურებს, რომ გული გაქვთ დასერილები და ვის გამო? ახლა ქვემოდან რა კარტია? აი ამ ადამიანის გამო. ამ ადამიანის გამო მეგობრებო, ძალიან რთულ სიტუაციაში მოხვდით. აი ეს ის ადამიანია, მე რო ვიცი ხოლმე ზოგჯერ თქვა, რომ აი მაიმუნივით ლამაზი ადამიანი უნდა გიყვარდეთ თქო. აი ესა ის ზუსტად. აი ზუსტად ესა ის ადამიანი, ვინც ახლა ამ დღეში შეგიყვანათ. მაიმუნივით ლამაზი, სიმპათიური და მიმზიდველი. ხა? ცოცხს გავს. ცოცხი კიდევ ჯობია ამას მეგობრებო. რას ლაპარაკობთ? ახლა გავამოდით მაგაზე ვისაუბროთ. ცოცხის და ამ ადამიანის შეხედულებები. ანა მარია. ხა. ხო. ახლა უყურეთ მეგობრებო, რადგან ახლა იგი ეს თქვენი ადამიანი და ეს ცოცხი ხა მეგობრებო, უბრალოდ კარგით რა.
აბა შეხედეთ ახლა სხვაობას. ცოცხი არ ჯობია ახლა ამ საწოდავს? ხო ჯობია ახლა ამას ეს ჯობია მეგობრებო? რომელი ჯობია? მე მგონი ეს ჯობია მეგობრებო. რას ლაპარაკობთ ახლა რა? კარგის გარჩევა ვიცით ჯერ. ხო. კარგის გარჩევა ვიცით ჯერ. ხო. ხა. ამიტომ ამ მაიმუნივით ხო. ხა. ამიტომ ამ მაიმუნივით ლამაზ ადამიანის გამო ესეთ დღეში და არტიც რო ადასტურებს კიო კიდე ლამაზ ადამიანის გამო ესეთ დღეში და არტიც რო ადასტურებს კიო კიდე თქვენზე ძალიან ბევრს საუბრობენ თქვენზე ადამიანები რომლებსაც ძალიან მთიშავს კრუნჩხვები ტელეფონის. ზოგჯერ რა გემრიელად ჩავივლით ხოლმე ლაივს და დღეს არ ვიცის. ბოდღებია ძალიან შემოგვიტია. აქ არის ადამიანები, რომლებიც თქვენზე საუბრობენ, გჭორავენ მეგობრებო. ხო. ძალიან ბევრი არიან. სლეტნი, ჭორიკნები. მიღრიანი ადამიანები. ბევრს პამადა უყვარს, წითელი პამადა. ბევრს ვარს არადა, ბევრი არის შავთმიანი, ბევრს აქვს კატისებური თვალები, არადა, ბევრი არის შავთმიანი, ბევრს აქვს კატისებური თვალები, ზოგს აქვს რაღაცნაირთმიანი, ბევრს აქვს კატისებური თვალები, ზოგს აქვს რაღაცნაირი წერი ადამიანებს, ვინც თქვენზე ჭორაობს. ცოტა ესეთი პირი მოგრძო პირის სახე, ზოგს უყვარს თეთრი პირის სახის ადამიანი, ეტყობა ტონალურს ხმარობს, უფრო თეთრი ფერის, უფრო მოთეთროში გადადის და თვალებს იღებავს. კი, თვალებს იღებავს მეგობრებო, თვალების შეღება უყვარს ძალიან. აბა ვის ჭორიკნებს დაემთხვა? ხა. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები მეგობრებო, სხვათა შორის თითქოს გინდათ რომ რაღაცა გამოასწოროთ. თქვენი ენერგიები არის ესეთი მეგობრებო, რომ აი დროის კარტი ჩართულია, ანუ დრო ჩართულია, ძალიან დაიღალეთ მეგობრებო, მინდა გითხრათ. ძალიან დაიღალეთ ამ ყოლაფრით, ხო. თუმცა დროის ათვლა უკვე დაწყებულია, ენადამება, მაპატიეთ. დროის ათვლა უკვე დაწყებულია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ცხოვრება თითქოს გააუმჯობესოთ, გამოიყვანოთ, გამოხვიდეთ, საკუთარი თავი გამოიყვანოთ ამ რაღაც გაუგებრობიდან, ფანტაზიებიდან გინდათ გამოხვიდეთ, თავდაჯერებული. ანუ თქვენ დარწმუნდით იმაში, რომ ძალიან ბევრ ფანტაზიებში და ილუზიებში იმყოფებოდით და ამ ფანტაზიებში დაიკარგეთ მეგობრებო და აი კატა რომ ბნელოთ ახში დაიკარგება, ისე გაქვთ ზუსტად ახლა ეს თქვენ სიტუაცია ესეთი და აი თქვენ ყველანაირ ხერხს იყენებთ ახლა რომ რაღაცა ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ. ხა. კიდევ. ხა. ხო, ჩააწერინეთ გაკვეთილი მეგობრებო, რომ ისწავლოს მორიელმაც. აი ზუსტად, ესეთია ჩვენი ჯგუფი. ძალიანაც კარგი მეგობრებო. კიდევ, ხო, აი, სიყვარული, ერთგულება, თავდადება. აი მეგობრებო, ზუსტად, აი ეს გინდათ თქვენ. თქვენ აფასებთ ერთგულებას, თქვენ აფასებთ თავდადებას, თქვენ აფასებთ ურთიერთობის გვერდში დგომას, ურთიერთობის დროს დახმარებას. და აი ესეთი ადამიანები ხართ თქვენ. და ყოველთვის ფიქრობთ, ვინ რა გაახაროთ, ვინ როგორ გაახაროთ, ვის როგორ ასიამოვნოთ.
და აი ესეთი ადამიანები ხართ თქვენ და ყოველთვის ფიქრობთ ვინ რა გაახაროთ, ვინ როგორ გაახაროთ, ვის როგორ ასიამოვნოთ. ყოველთვის ამაზე ფიქრობთ. ხო. აი ესეთები ხართ თქვენ. თუმცა სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის ვერა, მეგობრებო. სხვებისთვის იცოცხლეთ. საკუთარ თავს ვერაფერს უშველით თორე, შველით თორე. სხვისთვის გადაყოლილები ხართ, მეგობრებო. კი ბატონო, კიდევ როგორ ენერგიებში ხართ. სიცოცხლე გწყურიათ, მოდი ასე ვიტყოდი. სიყვარული გწყურიათ, სიცოცხლე გწყურიათ, ბედნიერება გწყურიათ. აი ეს სიტუაცია გწყურიათ, ვის ბავშვის გაჩენა გინდათ, მეგობრებო. რაღაც ახალი სიცოცხლის დაბადება გინდათ. სიახლეები გინდათ, ცხოვრება გინდათ და სიცოცხლე გიხარიათ და გინდათ, ეს ყველაფერი გინდათ, კი. კი, მეგობრებო, გინდათ. საღამო მშვიდობის ყველას, უფალი გფარავდეთ თქვენც ასევე, გაიხარეთ. კიდევ თქვენი ენერგიები, აი თქვენი ენერგიები, მეგობრებო, აი ესე ხართ ახლა. გულდაწყვეტილები, საკუთარ თავთან გაბრაზებულები, პანიკური ფონი გაქვთ. ძალიან მტკივნეული და პანიკური ფონი გაქვთ, მეგობრებო. გული გტკივათ, სული გტკივათ უფრო. ხა. დაიღალეთ, დაღლილები ხართ და აი ეს სიტუაცია გაქვთ. აი ესე ხართ. ვინ პირდაპირ მნიშვნელობით ესეა, მეგობრებო. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა ამ პოსტთვის და ამ სიყვარულისთვის, მეგობრებო, რასაც კომენტარებში მიყურებთ. აი ძალიან სიამოვნებს მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა ყველას. მოკლედ, თქვენ ახლა რა უნდა გააკეთოთ ჩემო ძვირფასებო? აუცილებლად мотиваცია უნდა მიცეთ საკუთარ თავს. და პროგრესზე უნდა წახვიდეთ. ჩამოწეროთ უნდა ზოგადად გერევათ რაღაცები ერთმანეთში, მეგობრებო, და თავს ვერ უყრით თქვენს იმებს და სურვილებს, კარტი გაძლევთ ერთ რჩევას. და სხედით, დაიჭირეთ პასტა და ფურცელი, სუფთა ფურცელი, მეგობრებო. აი თუნდაც იყიდეთ ლამაზი ბლოკნოტი და აი თუნდაც საწერკალამი ლამაზი. აი თქვენ გულს და სულს რო გაუხარდება, მეგობრებო. რაც мотиваციას მოგცემთ კიდევ ერთს. და მეგობრებო, რაც мотиваციას მოგცემთ კიდევ ერთს და საუკეთესოს, რაც კი გემეტებათ კარგით გეთ, ის რაზეც ჩამოწერთ თქვენ სურვილებს და мотиваცია მიეცით ამ ყველაფერს, მეგობრებო. და დაიწყეთ ასე თითო სურვილებით თქვენი ოცნებების ასრულება, მეგობრებო. რა გახდა ეს ყველაფერი ასეთი? რა გახდა მითხარით? მეგობრებო. რა გახდა ეს თქვენი სურვილები ასეთი მითხარით, მეგობრებო? რო თუნდაც აი ამ ბავშვს ვერ ახარებთ. ეს ხართ თქვენ თუნდაც, მეგობრებო. აუცილებლად ეცით საკუთარ თავს პატივი. და ეცით საკუთარ თავს პატივი. და თუნდაც ის რომ თქვენ გულს რა თქვენ შინაგან ბავშვს, მეგობრებო, შიგნიდან რა ბავშვიც გააქვთ, იმას რაც უხარია, მეგობრებო. გააკეთოთ ის, რა იქნება და შედეგი მერე გამაგებინეთ მე. ხო. აი გარწმუნებთ, არაჩვეულებრივი შედეგი გექნებათ. დედას გეფიცებით, მეგობრებო. ხო. შეძრწუნებულია სამყაროც უბრალოდ. აი რა ვქნა? ცეცხლი ცეცხლზე მოდის, მეგობრებო. ხო, ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენზე შეიძლება არ იყოს ანამარია. ხო. რაღაცას მაინც არ ვაკეთებთ ისეც. ამ ენერგიებში ხართ უბრალოდ ეს ქვეცნობიერში გაქვთ, მეგობრებო. ხო. დაიფიცოთ უნდა. საკუთარ თავს უნდა მიცეთ პირობა. აუცილებლად, რომ ყველაფერს გააკეთებთ თქვენთვის. ხო. აი ასე, მეგობრებო. აი იქნა. რა გახდა? ტელეფონი
ტელეფონიც გადახურდა მეგობრებო, სასწაული ცხელია. დღეს ამანაც მიიღო მზის დაკვრა მე ვგონი. რა გახდა? არ ვიცი, მაგრამ ესეთი ენერგიები გაქვთ. შეიძლებაც და ბევრმა კიდევაც უკვე დაიფიცეთ ეს, არ გამოვრიცხავ. ხო. და ალბათ უკვე აქეთკენ მიდიხართ მეგობრებო. ესეც შეიძლება იყოს. ანა მარია, რა გაგმაყოფილა მე მგონი პასუხმა. მე დასვი? მე ეს მევქენი? ნუ კაი. ხო. ხო, აი ასეა მეგობრებო. კიდევ რა? კიდევ ორი სიტყვა. კიდევ ორი სიტყვა მეგობრებო. ძალიან ქარიზმატულები ხართ. ძალიან თქვენი საქმის სპეციალისტები ხართ. ანუ მეგობრებო, უყურეთ, ქარიზმატულობა რაში იგულისხმება. თქვენ თუ კი რაიმეს ჩაიფიქრებთ და თქვენ თუ კი რაიმე გსურთ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. არ ვიცი ხარ რამდენად გჯერავთ საკუთარი თავის, მაგრამ კარტი ამბობს ამას. რომ რასაც არ უნდა ჩაიფიქროთ, რაც არ უნდა გინდოდეთ, თქვენ ყველაფერი გამოგდით და გამოგივათ. ასე რომ ოღონდ არავის არაფერი არ უთხრათ. არ უნდა ჩაიფიქროთ, რაც არ უნდა გინდოდეთ, თქვენ ყველაფერი გამოგდით და გამოგივათ. ასე რომ ოღონდ არავის არაფერი არ უთხრათ. არავის არაფერი უთხრათ ისე მეგობრებო. რასაც ჩაიფიქრეთ, არავის არაფერი უთხრათ. აი ესე აი ესე ზუსტად. დაიცავით თქვენი ინტერესები ესე, რომ არავისთან არ თქვათ. აი ასე მეგობრებო. ესეთია თქვენი ენერგიები. მოკლედ ერთობით ადამიანებო, ხო? ჩემო ძვირფასებო, ძალიანაც კარგია. სტაიძიტა. ლია, შენ უეჭველი იტალიაში ხარ. სტაიძიტა არის იტალიური. ხა. უეჭველი იტალიაში ხარ. პერკე ძიტა, ლია. პერკე ძიტა. მოკლედ ძალიან ხარია თქვენ. კი, მეგობრებო. კი, აი კი. აი თქვენ ხა. მოკლედ ეხლა ესეთია თქვენი ენერგიები. მაინც ამჯობინებთ ცხოვრების გაგრძელებას და ძალიან დღეს. დღეს რაზე ვისაუბროთ? ხო, კახაბერი არ ჩანს დღეს. აბა გადაუზიარეთ ერთი გაკვეთილი. დაგვესწროს აქ ლექციებზე. ლექტორი მე ვარ. ხა. აბა დაგვესწროს კახაბერი, მეგობრებო. კახაბერი ვისაც ყავთ მეგობრებში, გადაუზიარეთ. მე თუ მივაგენი ახლა მე გაუზიარებ ერთი წუთით. საუბედუროთ არაა დამახსოვრებული მეგობრებო, ასე რომ თუ კი გყავთ სადმე შეგიძლიათ გადაუზიაროთ. კარგით მეგობრებო, რაზე ვისაუბროთ დღეს? მეგობრებო, ისო პარტნიორზე ვისაუბროთ? მოდი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება იყოს დღევანდელი ჩვენი თემა, ჩვენი პარტნიორის. რა სიტყვით?
მეგობრებო. აბა რა სიტყვით, ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. საუბედუროდ პასტა დავკარგე. 1 წუთით მოვიტანო. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. რა სიტყვით, მეგობრებო? იყო ეს დღევანდელი თემა? არა. ხო, დაუსწრებლობას არა. ოკეი, კარგი არის. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება დღევანდელი ჩვენი თემა. მოქმედების რა მოგახსენოთ, მაგრამ ნახოთ. და მოდი ახლა კიდევ გავარკვიოთ, მეგობრებო, კიდევ ერთი ქვესათაური, აი ეს სავსე მთვარეობა როგორი მოქმედებს პარტნიორზე. სავსე მთვარეობა რა შედეგს მოგვიტანს? მე მგონი ძალიან კარგი იქნება. ახლა ლაივში მოდიოდი აქაც ვესაუბრე. ლაივში ვესაუბრე. ძალიან ბევრს ვიმეგობრებ, მეგობრებო. ასე რომ ხო. ერთი ადამიანი მაინც მყავს ესე გაცნობილი და დამეგობრებული მეგობრებო, ასე რომ ხოლმე აქ ვარიაცი. მოკლედ ეხლა ესე გადავაბრუნებ კარტებს, მეგობრებო და გადავურევ ეხლა. აბა ვის ჩაი, ვის ყავა დასხერით მოეწყვეთ, განეწყვეთ. აბა ვის ჩაი, ვის ყავა დასხერით მოეწყვეთ, განეწყვეთ. და დავიწყოთ ეხლა. ჩაიფიქრეთ პარტნიორი. და დავიწყოთ ჯერ მისი დახასიათებით რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი და მერე ვნახოთ. და დავიწყოთ ჯერ მისი დახასიათებით რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი და მერე ვნახოთ ჩემო ძვირფასებო. იცვლება ამ სავსე მთვარეობაზე. კარტები ამომივარდა. არეულია თქვენი პარტნიორი თვითგანადგურებაშია. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, მეგობრებო. ძალიან ნანობს თქვენი პარტნიორი. თუმცა რაღაც ახალ გზებს და ახალ შედეგებს ეძებს. ახალ შესაძლებლობებს ეძებს. მოდი დავტოვებ ამას ასე მის დახასიათებაში. აი თქვენი კუცურა ეხლა მეგობრებო, კუცურა თუ ცუგურა არის ქალბატონი, კუცურა არის ვაჟბატონი. ხო, ასე რომ ახალ შესაძლებლობებს ეძებს, რაღაც ახლებურად უნდა რომ ეს ყველაფერი წარმართოს. თუმცა ძალიან არეულია, ძალიან ნანობს თავის შეცდომებს. თურმე ხედავთ რა ხდება მეგობრებო, რა ენერგიებშია კიდევ. მისი ენერგიები შემოთავაზებების ენერგიებშია მეგობრებო. უნდა რომ რაღაც შემოგთავაზოთ. მოქმედება უნდა რომ დაიწყოს მეგობრებო, აუცილებლად. ნახეთ, აი, იმიტომ რომ თქვენსკენ იხედება. არ გეგონოთ სადმე წასულია მეგობრებო. არა, არსად არ წასულა. ისევ აქა. კიდევ როგორაა მისი ენერგიები დღეს? აი ამ წუთას როგორია მისი ენერგიები? ჩავაბრუნე და ისევ ამოვიდა. ძალიან ცუდათაა მეგობრებო. თქვენ გამოაცუდათ, თქვენთან დაკავშირებული მიზნები არ განხორციელდა. თქვენს გამო ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. კიდევ რა ენერგიებშია? ხო, თქვენგან წავიდა. რა ენერგიებში იქნება ახლა თქვენგან? აი მეგობრებო, შეხედეთ? აგერ თქვენ და აგერ თქვენგან წავიდა ახლა. რა ენერგიებში იქნება? ხო, წარმოგიდგენიათ. ეს კიდევ ბუმერანგის კარტია. რაღაცა ცუდად დაუბრუნდა, შემოუტრიალდა ცუდად ამ ადამიანს საქმეები.
ცხოვრება ცუდად შეუბრუნდა მეგობრებო. თქვენს შემდეგ. ხო არ გონიათ რომ ამ ყველაფერს გეტყვის? არა, არ გეტყვით მეგობრებო. არა, რას გეტყვით? უარყოფითად მოქმედებს ეს ყველაფერი მასზე. აი ისე ვიმეორებს კარტი თავის შეცდომებს. ძალიან ნერვიულობს. წინ დაუხედავ ნაბიჯებს, უკან გადადგა ნაბიჯები თუ წინ გადმოდგა არასწორად, ორივეს ნერვიულობს მეგობრებო. ერთსაც და მეორესაც. ძალიან უნდა თქვენთან განმარტოება ამ ადამიანს. თუმცა განმეორებითი შეცდომების შეუცდომლობის იმედი არ აქვს. ანუ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის ის რომ იგივე წრეზე დაყვებით. ხო, და ამასაც ძალიან ნერვიულობს, თუმცა სურვილი აქვს იგივე წრეზე და თქვენ არ წაყვებით იცის და ამას ნერვიულობს მეგობრებო. მინდა გითხრათ, კი? ხო, ასე რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ძალიან და ამიტომ არის ძალიან რთულ ვითარებაში. რთულ ვითარებაშია მისი ჭირი მეთქვა. თქვენ გამო, თქვენზე ძალიან ბევრს ნერვიულობს, თქვენი ძალიან დიდი რწმენა აქვს, თქვენთან უნდა ოჯახი, თქვენთან უნდა ოჯახში დაბრუნება, თქვენთან უნდა ოჯახის შექმნა, თქვენ ხართ მისი სტაბილურობის გარანტია, თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი ყველაფერი. წარსული, აწმყოც და მომავალიც. მოდი ასე ვიტყოდი. ხო, და მე შენ გეტყვი? ხო, ადამიანი, რომელიც მუხჩახრილი შრომობს 24/7-ზე, ეს ხართ თქვენ. და ეხლა ესეთ პოზიციაში ხართ მასთან. ესეც თქვენ ხართ. და აი მორჩა კინო წევიდა სახლში. ხო. ეს არის დამალული ურთიერთობა. მისი რეაქცია და მისი ენერგიები დამალული ურთიერთობა ყველგან და ყოველთვის. ხო. ჯერჯერობით დამალული ურთიერთობა და თქვენ ამ ყველაფერს არღებულობთ და თვითონ არის განადგურებული ამის გამო. აბატონო. ხა. ესეთ ენერგიებშია მეგობრებო. ვინ დაჭერილია, ვინც განადგურებულია, ვინ მოხოჯილია. ხა. ესეთ ენერგიებშია მეგობრებო. ვინ დაჭერილია, ვინც განადგურებულია, ვინ მოხოჯილია. და ვინ ხეფეხშეკრულია თავისი სიტუაციიდან გამომდინარე. მოერგეთ თქვენს სიტუაციას, მეგობრებო. ვინ როგორაა? ხო, დამბულია. დამბულია, მეგობრებო. სულ ჩაკეტილი, გულ ჩაკეტილი, ფიქრებ ჩაკეტილი ადამიანი, დამბული ადამიანი. ხო, მეგობრებო, ახლა პირდაპირ თუ არა გადატანითი მნიშვნელობით მაინც ამ ადამიანზე რაღაც ზეგავლენა არის. ეხლა მართლაც თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ვის როგორი აქვს. უბრალოდ ბევრი ხართ და ამიტომ ყველასთან სხვადასხვა ვარიანტები იქნება. ესეთია თქვენი პარტნიორის ენერგიები, ჩემო ძვირფასებო. თლაცახარბი თუ რა ვქნათ. ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და იმან თავის შეცდომებზე იფიქროს ეხლა. აი ზუსტად. დავიწყოთ მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი სათაური ფიქრი, გრძნობა და მოქმედება კიდევ გადაურევ კარტებს, აი ესე მეგობრებო და კიდევ გადავჩეხავ რომ სხვა შინაარსი ამოვიკითხოთ. მისი ენერგიები წავიკითხეთ, მაგრამ ეხლა სხვა აზრებიც გვაინტერესებს. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. დავიწყოთ მეგობრებო. რას ფიქრობს? ხა. რას ფიქრობს მეგობრებო და უყურეთ იმას ფიქრობს რომ ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი კონდეს. ამ ადამიანს ყველანაირი ოცნების ასრულება შეუძლია თავისთვის. ამ ადამიანს ყველაფერი აქვს რაც მას უნდა, მაგრამ ბედნიერება არ აქვს. ბევრი ფული აქვს. შეიძლება ფუფუნებაშიც ცხოვრობს, მაგრამ ბედნიერება არ აქვს. ბევრი ფული აქვს. შეიძლება ფუფუნებაშიც ცხოვრობდეს. ყველაფერი კონდეს, მანქანაც ყავდეს, სახლიც კონდეს, აგარაკიც კონდეს, ყველაფერი კონდეს, კარგი სამსახური, კარგი ანაზღაურება, ფინანსური და მატერიალური კარგად ყოფნა. ანუ ყველაფერი შეუძლია ამ ადამიანს, რომ თავის თავს ამოვნოს, მაგრამ უყურეთ ახლა, აქ რა წერია? სიმდიდრე, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს. ხო,
აი ეს აქვს. ახლა მადროვეთ ცოტა ხანი მადროვეთ და მე ეგ მაგ შეკითხვაზე პასუხს. ხო. რას ფიქრობს მეგობრებო და იმას ფიქრობს რომ მას რაც აქვს, რისთვისაც ბრძოლობდა და რისთვისაც შრომობდა, ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ არ უხარია. საქმეც ამაშია. არ უხარია კარგი მანქანა, არ უხარია სიმდიდრე, კარგი ჩაცმა არ უხარია იქ წასვლა, აქ წასვლა, კარგი დროს ტარება, უნდა მთაში დასვენება, უნდა ზღვაზე დასვენება, უნდა თვითმფრინავით მოგზაურობა, უნდა იქეთ წასვლა, აქეთ წამოსვლა, ყველაფერი აქვს, მაგრამ არაფერი აღარ უხარია. მისი დასკვნა ასეთია, რომ რაც უნდა და მას ყველაფერი აქვს, მაგრამ რატომ აღარ მიხარია? ამას ფიქრობს. რომ ამისთვის ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ხერხი გამოიყენა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო. კორუფციული საქციელით, მეგობრებო, მაგრამ ეხლა უყურეთ, უსმევს საკუთარ თავს შეკითხვას უსმევს ეს ადამიანი. რაში გადავყარე ფული? რაში დავკარგე დრო და ამად ღირდა? ხო, აი ამას ფიქრობს. მე მაქვს ის, რაც მინდოდა. ფიქრობს ამას, მისი ფიქრი მეგობრებო. ფიქრია მისი ესეთი. რაც მინდოდა, ყველაფერი მაქვს. რასაც მოვისურვებ, ყველაფერი შემიძლია. ჩემია, არავის არ დაუთმობ. არ დაუთმე არაფერი, ჩემი არავის. ხო, რაც მინდოდა, ისე გავაკეთე. ზუსტად მეგობრებო, სიტყვით მომაქვს თქვენამდე. რაც მინდოდა, ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთე, მაგრამ არაფერი მიხარია და რა ხდება? ამას ფიქრობს, რომ რა ხდება, მეგობრებო? ვერ გაუგია რა ხდება. სადაც შეეძლო ამ ადამიანს, რომ ყოფილიყო გამარჯვებული. და დარჩა წაგებული, მეგობრებო. და საკუთარ თავს ეკითხება ეხლა რა ხდება? რის ფასად? მაქვს ეს ყველაფერი მე. რატომ არ მიხარია? რატომ ვერ ვგზნობ გამარჯვებულად თავს? მეგობრებო, გავოცებული ვარ. ფიქრით ფიქრობს, კი. გონება აქვს ჩართული უკვე, პარტნიორს, არ გეგონო სულელი. ორი ნაბიჯით წინ ვართ, პარტნიორს, არ გეგონო სულელი. ორი ნაბიჯით წინ ვართ. ხო, აბა, მეგობრებო. მეგობრებო, რა გინდათ? ხო უნდა მას და კონდეს. ეს კარგი რო ყოფილიყო, მეგობრებო. ხო? ეს რაც მას უნდოდა. კარგი რო ყოფილიყო, ეხლა ბედნიერი იქნებოდა. ეს ასე კი არ იქნებოდა მოყირავებული, ასე იქნებოდა, მეგობრებო. ასე. მაგრამ გააჩნია რა ხრიკებით მიაღწევ ამას, ისა საქმე, თორე ყველანაირი ხერხის გამოყენებით და სხვისი გაუბედურებით არა, მეგობრებო. ესე არ საქმე, თორე ყველანაირი ხერხის გამოყენებით და სხვისი გაუბედურებით არა, მეგობრებო. ესე არა. რა თქმა უნდა, ესე ვერ მოიგებ ვერაფერს. სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერებით ვერაფერს ვერ მოიგებ. ტკივილებზე აგებული სიმდიდრით კიდე. არ გამოუვა არავის, მეგობრებო. არავის. კიდე მინდა ვკითხო, რას ფიქრობს, ხო? მე ნერვიულობს ეხლა. ეხლა ნერვიულობს. ხაი, წინ არ აღურეთ, მეგობრებო, ახლა. სუდი დაბანდებები. ამ ადამიანმა თუ სხვაგან შექმნა ოჯახი, ძალიან ნერვიულობს. იმიტომ რომ ისი არა მას რომ უნდა. ამ ადამიანმა თუ დაკარგა ოჯახი, მეგობრებო, ამასაც ნერვიულობს. იმიტომ რომ თუ სხვაგან შექმნა ოჯახი, ამბობს რომ ეს იყო ცუდი დაბანდება, ეს იყო რაღაც არასწორი. თვითონ ასე ფიქრობს, მეგობრებო. ხო, ეხლა უნდა ეს ყველაფერი დაივიწყოს. ეს შექმნილი ოჯახი. აი ესეთი შექმნილი ოჯახის დავიწყება უნდა ეხლა ამ ადამიანს. სადაც ბედნიერება არ აქვს. აი ხო გეუბნებით, ამ ადამიანს ყველაფერი აქვს, ოჯახი აქვს, ოჯახიც აქვს. კი, ოჯახიც აქვს, თქვენს პარტნიორს. სხვათა შორის. მაგრამ არაფერი უხარია. მაგაშია საქმე. მეგობრებო.
მეგობრებო. თუ თქვენთან ოჯახი შექმნა უნდოდა ბოდიში. ჩაუვარდა კურძინაცარში, იმიტომ რომ არასწორად გააკეთა ეს ყველაფერი. თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანმა არასწორად მოიქცა. თუ თქვენ გპირდებოდათ ოჯახს და სხვაგან შექმნა ოჯახი, ისეც არასწორია. თუ თქვენ გპირდებოდათ ოჯახს და სხვაგან სწორად მოიქცა. თუ თქვენ გპირდებოდათ ოჯახს და სხვაგან შექმნა ოჯახი, ისეც არასწორია. თუ თქვენ გპირდებოდათ ოჯახს და სხვაგან ოჯახი ქონდა და იქიდან უნდა წამოსულიყო, ესეც არასწორია. თუ კიდევ რა ვიცი მეგობრებო, ხა 1000 სიტუაცია აქვს. კიდევ რა? ხო, ამიტომ აქვს პრობლემები. ის რაც დაგპირდათ და არ აგისრულათ, ეხლა აქვს პრობლემები. ხო, ამიტომ აქვს პრობლემები. ის რაც დაგპირდათ და არ აგისრულათ, ეხლა აქვს პრობლემები. ხო. თან თუ აქვს გრძნობა, იქ არ აქვს გრძნობა, არა, მეგობრებო, რა აქვს გრძნობა. იქ შეიძლება ოჯახი კონდეს, მაგრამ გრძნობა არ აქვს. იქ გრძნობა არ აქვს. მეგობრებო, ეხლა რას მეტყვით? როგორ ფიქრობთ ახლა? თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა მეგობრებო? აქ სიყვარული არის, აქ არის უკვე ვალდებულება. აქ სიყვარული არა. არა. აქ სიყვარული არის, აქ არის უკვე ვალდებულება. აქ სიყვარული არა. არა. ხო, ნუ რა ვქნათ? ასე თუ ისე, მაგრამ სიყვარული არა აქვს. რაც ყველაზე მთავარია. თქვენთან რა გრძნობა აქვს? ეხლა მაინტერესებს. იქ კარგით, გავიგეთ რომ იქ სიყვარული არ აქვს. თქვენთან რა გრძნობა აქვს? თქვენთან რა გრძნობა აქვს? იმედი გაგიცრუათ. გაგრძნობა აქვს და ნახეთ? არ შესრულებული ურთიერთობა. გაცილება, იმედის გაცრუება სხვების ჩარევით, რაღაც სიტუაციის ჩარევით. ხო, თქვენ ხართ მისი სტაბილურობა. სურათი, რომელიც პირველია მოდის, ეს ხართ თქვენ. ხო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თქვენთან არაა ეს ყველაფერი. ბედის ბორბალი. აქ რა ხდება ეხლა ბედის ბორბალთან დაკავშირებით? მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. და სამკუთხედები. ეხლა რა ხდება? ძალიან ბევრი შინაარსია ეხლა აქ. აქ ხდება იქ ის რომ ბედის ბორბალი, იმპერატორი ქალი, მზე და სამკუთხედი. ეხლა ბევრი თქვენთაგანი პარტნიორის შემთხვევაში აქ არის მეორე ქალი. ქალბატონებო, ეხლა თქვენთვის ვსაუბრობ. ხო, ყურეთ რა ხდება ეხლა. თქვენი პარტნიორის მამაკაცის ცხოვრებაში არის ქალი. დედა და ეს შეიძლება იყოს ცოლიც, იმპერატორი ქალი. იმპერატორი, მეგობრებო, ქალი დედა, ქალი გოგონა და ქალი, რომელიც მოქმედია. ქალი რომელიც არის მის ცხოვრებაში. ეხლა აქ თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ ადამიანს, თქვენ თუ ეხლა მე მიმტკიცებთ, რომ ცოლი რომელიც არის მის ცხოვრებაში. ეხლა აქ თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ ადამიანს, თქვენ თუ ეხლა მე მიმტკიცებთ, რომ ცოლი არ ყავს, მაშინ დედა. მაშინ დედა. დედა, რომელიც დიდი ზეგავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე. ანუ სამკუთხედია, კლასიკური სამკუთხედია აქ მეგობრებო. შობლებით სამკუთხედში შედის. იცოდეთ. ეს თუ დედა, ეს თქვენ ხართ და ესა სამკუთხედი. ეს თუ პარტნიორია, მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში თუ კი არსებობს სხვა არსებობს და თქვენ ხართ სამკუთხედში, მაგრამ ადამიანი თქვენთან არის ბედნიერი. თქვენთან უნდა ამ ადამიანს. ხო, კიდევ, მოდით ახლა რა ხდება? გრძნობაზე ვეკითხები. გრძნობაზე და სიტუაციას მიყვება ადამიანი. ხო. ეს დედა უშლის თქვენთან ქორწინებას, თქვენთან ხარულებას. ეს დედა უშლის თქვენთან ქორწინებას, თქვენთან ხარულებას, თქვენთან შტობას, თქვენთან ყველანაირი სიკეთის მიღწევას დედა უშლის ხელს. კიდევ.
ხო, კიდევ რა ხდება მეგობრებო? გრძნობას ვეკითხები. გრძნობას ვეკითხები მეგობრებო. ხედავთ ხო? გრძნობის კარტი არ ამოდის. გრძნობა გაყინული ადამიანი. გრძნობა. მოკლედ ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც მოულოდნელად თქვენ და გასაკვირად რაღაც ნაბიჯები გააკეთოს და რაღაც მოქმედება გააკეთოს. გრძნობაზე არ საუბრობს, იმდენად რაღაცა ამ ადამიანს მოკლედ უნდა თქვენთან რაღაც მოლაპარაკებები მეპოვებს. იმდენად რაღაცა ამ ადამიანს მოკლედ უნდა თქვენთან რაღაც მოლაპარაკებები მეგობრებო, რაღაც სიახლეების მოპოვება უნდა. აი სურვილების აღებები მეგობრებო, რაღაც სიახლეები მეგობრებო, რაღაც სიახლეების მოპოვება უნდა. აი სურვილების აღება უნდა, მიღწევები უნდა, მაგრამ ძლა არა აქვს. იყოს, მაგრამ მაქსიმუმ 2 თვე. 2 თვე მეგობრებო. ეხა არ მითხრათ კიდევ 2 თვე რა ამბავიაო და არ გამომიხტეთ, ჩემო ძვირფასებო აქ. მე არ დამადანაშება იყოს, მაგრამ მაქსიმუმ 2 თვე. 2 თვე მეგობრებო. ეხა არ მითხრათ კიდევ 2 თვე რა ამბავიაო და არ გამომიხტეთ, ჩემო ძვირფასებო აქ. მე არ დამადანაშაულოთ ამის გამო. თქვენი ვიკოჭლებს საქციელებში თქვენი პარტნიორი. ხო, ასე რომ მე ჩემი ბრალი არა აქ არაფერი. თქვენს ადამიანს ვიყო აქ. მე არ დამადანაშაულოთ ამის გამო. თქვენი ვიკოჭლებს საქციელებში თქვენი პარტნიორი. ხო, ასე რომ მე ჩემი ბრალი არა აქ არაფერი. თქვენს ადამიანს, თქვენს პარტნიორს რაღაც ორ ვადაში ექნება გამონათება მოულოდნელობებით ოღონდ. ისე არა თქვენ რო ელოდებით არა. თქვენც რო ვერ ხვდებით იმ ფერდროზე. და თითქოს რაღაცის შეცვლას მოიფიქრებს ეს ადამიანი. გრძნობას ვეკითხები და საქციელებს ქმედებებზე გადადის. გრძნობა გაყინული ადამიანი, მეგობრებო, რა მოიფიქრებს ეს ადამიანი. გრძნობას ვეკითხები და საქციელებს ქმედებებზე გადადის. გრძნობა გაყინული ადამიანი, მეგობრებო, რა ვქნა? ადამიანი ადამიანი манипуляტორი. რა არეულია თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო. დამღალა თქვენმა პარტნიორმა. თქვენს დაღალათ და მის დამღალა. დღეს ერთხელ გავედი გარეთ და სიცხული მოვედი და ეს პარტნიორი კიდე ხო ყოველდღე სიცხას მეგობრებო აქ. მოდის. ესეც მოსვლის კარტი. მოდის სტაბილურობით. ამ ავადმყოფური სიტუაციიდან გამოვა, მეგობრებო. манипуляტორი. ნუ რა ვქნა, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. თქვენი პარტნიორი არის манипуляტორი. ჩემო მსმენელებო. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. თქვენი პარტნიორი არის манипуляტორი. ჩემო მსმენელებო. თუმცა სტაბილური манипуляტორია ეს ადამიანი. რა ვქნათ? თქვენი პარტნიორი არის სტაბილური манипуляტორი. აი ავადმყოფი როა ეს ავადმყოფოში და რო დარეკავთ და რო იკითხავთ როგორაა პაციენტი და სტაბილურად ცუდად. ხო, აი პასუხი. ხო, მეგობრებო, სტაბილურად ცუდად, ხო? აი სტაბილური манипуляტორი. აბატონო პასუხი. ხო, მეგობრებო, სტაბილურად ცუდად, ხო? აი სტაბილური манипуляტორი. აბატონო პასუხი. სხვანაირი პასუხი არ მაქვს ხო? ესა მოდის ისვენებს. თქვენთან ეს ძალა არა აქვს ახლა და ამისთვის მოვა მე. სხვანაირი პასუხი არ მაქვს ხო? ესა მოდის ისვენებს. თქვენთან ეს ძალა არა აქვს ახლა და ამისთვის მოვა მეგობრებო და თქვენი გადაწყვეტია.
თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო, რა სიზამთ. თუმცა სამართლიანობა უნდა იზეიმოს. უწევთ უნდა გადაწყვიტოთ თქვენს. თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. აუცილებლად აღდგებას სამართლიანობა მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. აუცილებლად აღდგებას სამართლიანობა მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. აქვთ ურთიერთობაში. ამ ადამიანმა ურთიერთობაში მუშაობა არ იცის, მხოლოდ იცის მე. ჩვენ არა, მე იცის. შენო არ იცის, მეგობრებო. შენ არ უსწავლებიათ ეთყობა მისთვის. არც ბაღში, არც სკოლაში. ოჯახს არ შევეხები. შენ და ჩვენ არ იცის, იცის მე მარტო. მე იცის თხამ, ხო იცით? მე საქონელიც ყველა მე სიძახის მეგობრებო. აპატიეს, მაგრამ ხო, თუ დაუკვირდებით ასეა. ხო, მე. ამიტომ არის ახლა დანაკარგებში მე. აბატონო. დანაკარგებშია. არც ფინანსები აქვს. მოდიოდა აქამდე, იმიტომ რომ ფინანსები არ აქვს. და სანამ არ მოვა თქვენამდე, არც არასდროს არ იქნება ფინანსები. შენ არ იცის. მე იცის მარტო. ხო. რაც თქვენთან არა ფინანსები არ აქვს. ეხლა არ იცის რა გააკეთოს. თქვენთან მოსასვლელ გზას ფინანსები ჭირდება ხა, უფულო და უტვინო არავის ჭირდება ხა, დამეთანხმებით ხო? უასოზე ყველაფერი ჩვენ არ გჭირდება. მე არ მივიღებ. ფული არაფერს ნიშნავს, მაგრამ უტვინოს არ მივიღებ. ხო, ეხლა მე როცა მჭირდებოდა და ჩემს გვერდში არ იყო, მეგობრებო, უფულობის დროს. ფული როცა ქონდა, მას ჩემს გვერდში არ იყო და ეხლა უფულო რაში მჭირდება ხომ არ მეტყვით. ხო, აბა რა. ჩვენ აქ ყოველთვის ხალისობთ. რატომაც არა. ამიტომ აქ ნგრევები. თავპირ ქვემ ხობა მეგობრებო. რამტარარიზია ყველაფერი. ამ ადამიანს ფინანსებით, ცხოვრებაც, ქონებაც, არაფერი აღარ უნდა. რამტარარიზია ყველაფერი მეგობრებო. არაფერი აღარ უხარია. მშვიდობის ყველას. ხო მეგობრებო. კარგი, მოდის გადავიდეთ ახლა მოსვლის გრძნობები არ გაგვიმხილა ამ ადამიანმა მეგობრებო. გულ გაყინული, სულ გაყინული, ჩაქვეს კნელებული ადამიანის როლი აქვს მორგებული. ისემ იყოს მეგობრებო. ვინც ჩვენ გულს და სულს არ დაგვანახებს, ადამიანობას არ დაგვანახებს, იყოს ისე რაფერც უნდა მას. და მას რაფერც უნდა ასია მეგობრებო, ეკადრება. უღრმესი მადლობა ყველას. აი ეკადრება ეს ახლა, ეს აქ მას, რაც ეკადრება ეგია და ეს აქ, მეგობრებო, სხვა არაფერი აქვს. ეხლა მინდა ვკითხო, აი ამ მოსვლას. ხო. მის მოსვლას და მოქმედებას რა ქვია? როგორია მისი მოქმედება? მოსვლის მოქმედება გვაინტერესებს მეგობრებო ჩვენ. მოსვლის მოქმედება. მოდი ვკითხოთ ახლა, თუ მოვა ამ სავსე მთვარეობის პერიოდში, ამ უახლოეს პერიოდში თუ მოვა. თუ მოვა. ამ უახლოეს პერიოდში. მეგობრებო, მეგობრებო. უახლოეს პერიოდი არის დღეები. რამდენიმე დღე. აი ამ ერთი კვირის შიგნით მეგობრებო. აი ესე მეგობრებო, ესე დაგეხატებათ მოსვლა და მოსვლა. მოვა სულელივით. მოვა მეგობრებო ამ წინასწარ მეტყველქალთან, წინასწარ მეტყველ ადამიანთან. ადამიანმა, რომელმაც იცის მისი ყველა ნაბიჯი, მისი ფიქრების წაკითხვა შეგიძლიათ თქვენ მეგობრებო. მისი საქციელების დანახვა შეგიძლიათ წინასწარ. თქვენ უკვე იცით ეს ადამიანი როგორ მოვა, როდის მოვა და რანაირად მოვა.
ხა თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე იმდენად ჩახედილები ხართ უკვე ტაროლოგიაში ამით იცით მარტო ესეთ ყოფნით ხო ნუ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ახლა ფინანსებით მოვა იმიტომ რომ ფინანსები აქვს ამ ადამიანს ზოგადად ფინანსები აქვს ღარიბი ადამიანი არ ქვია ამას ფინანსები აქვს მეგობრებო თან კარგად აქვს მეგობრებო ამ ადამიანს ყველაფერი აქვს აკლემზეზის ხო 100-ზე თუ იწყება ვინმე ადამიანის პარტნიორი კიდე ხო ავშენდით 100-ზე ავშენდით მეგობრებო ვისი პარტნიორი იწყება 100-ზე სახელით ავშენდით 100-ზე თუ იწყება ავშენდით ხო ავშენდით იმიტომ რომ უყურეთ ახლა უყურეთ მეგობრებო რატომ ვამბობ 100-ზე ხო უყურეთ რატომ ვამბობ 100-ზე აქ უყურეთ ეს ფულები ისე ხატია 100-ა 100 ეხლა არიჩხუბოთ ხო არიჩხუბოთ ეხლა არიკამათოთ ამის გამო ეხლა ამ საღამოს არ დააყაროთ ერთმანეთს 100-ზე აღშენდებით ახლა მეგობრებო ხო ხა სხვათა შორის მეგობრებო მისი მოქმედება იქნება ამ სამსებთვარეობაზე აშენებით ოღონდ დაპირებებით მეგობრებო როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ ჯერათ თუ არ ჯერავთ ეს ყველაფერი როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ არის დასაჯერებელი თუ არა კი თუ არა მეგობრებო თქვენ გადაწყვიტეთ მაგ მომინდია თქვენთვის ხო და რო არაა დასაჯერებელი თქვენც ხო იცით რო არაა დასაჯერებელი არის თუ არაა დასაჯერებელი თუა დასაჯერებელი ამ პოზიციაში რატომ ხართ შესულები აშენების მხრივ მეგობრებო ეს ხართ თქვენ რომ ვერ აგაშენათ ამ ადამიანმა იმიტომ დაამშვენეთ ახლა თქვენ ამ ხმლებით აი ასე დაამშვენებთ მეგობრებო კი მოუცოცხავთ ფუიეშმაკს მეგობრებო ჩემო ძვირფასებო ფუიეშმაკს ჭიტა ხა ესე ამას გვეჭიტა ჩვენი გამახალისებელი ატრიბუტი მისი ჭირი მე თქვა როგორ მიყვარს ხო მე ძალიან გიждები მეგობრებო მეც ძალიან ცოტა ხანში გამოვა უკვე ესენი გასაყიდად გეფიცებით და უნდა ვიყიდო რამდენიმე ცალი ოღონდ მართლა ეხლა მეც რო დავაკვირდი ესენი უფრო გამოდის ჰელოვინის პერიოდის დღეებში საახალწლო პერიოდში გამოდის უფრო მეგობრებო ჰელოვინის პერიოდში გამოდის ესენი უფრო კი აბა ნახოთ ახლა მეგობრებო კიდევ შევეკითხოთ ამ სამსემთვარეობის პერიოდში ნუ კაი ხუმრობთ მეგობრებო ხუმრობა იქით იყოს ხა უბრალოდ თქვენ არ გჯერავთ ამ ადამიანის მაგრამ ხუმრობა იქით იყოთ მოდით მართლა ვკითხოთ რას მოიმოქმედებს ამ სამსემთვარეობაზე ეს სამსემთვარეობა რა შედეგს მოგიტანს რა შედეგს ძალას მოგცემთ მეგობრებო ძალას მოგცემთ
თქვენი ადამიანი მეგობრებო გამოვა ამ რაღაც გაუგებრობიდან, ამ სიღარიბიდან გამოვა, სულიერად სიღარიბიდან მეგობრებო, თორა სიმდიდრე აქვს ამ ადამიანს თავისი საყოფი ყველაფერი აქვს. გონებრივად ვერ აეტყობა დიდარი. ნუ ეხლა აშენების მოსვლა აქვს. ხა, ნუ ეხლა აშენების მოსვლა აქვს. დანარჩენს ახლა მე ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით ახლა მეგობრებო. რა ვქნა? 1000%-იანი პასუხი არ მაქვს ახლა მე ამის. მაპატიეთ. მოსვლა აქვს, მაგრამ ახლა როდის და რა პოზაში მოვა არ ვიცი. ხო. ამ თვარებიდან გამოვა. კი, აუცილებლად მოვა, მეგობრებო, მოვა. ხა თუ გიღებთ ლოდინი, აშენებისთვის დაელოდეთ. თუ არ გიღებთ და, ეხა არ ვიცი. თქვენი გადასაწყვეტია. შანსისთვის მოვა, შანსის შესაძლებლობებისთვის. აი, ხედავთ, ხო, აქ წერია შანსი. ხო. შანსის გამოსაყენებლად მოვა. წინადადებით და თხოვნით მოვა. როდის? არ ვიცი. არ ვიცი. მეგობრებო, რა საინტერესო ადამიანები ხართ? არ ვიცი. როდის? არ ვიცი. ერთი თქმა შემიძლია, თქვენი ურთიერთობა პაუზაზეა. დამთავრებული არა, მეგობრებო. ავშენდით. აი, აღარ შემიძლია უბრალოდ. ხო. არა, რას ქვია, მოწყდი. ამოვწყდი რას ქვია? რატო, კაცო, რატო წყდები? აშენებას ფიქრობ, ადამიანი და მოწყვეტას ფიქრობ კიდო? აი, ორივე საქმე ერთად არ გამოგივა. დაბლოკოს ეშველება. ბლოკებს ახალს იყიდი და ახალს ააშენებ. აი, მეგობრებო, აღარ შემიძლია, კაცო. რა დავაშავე? ბლოკებს მეგობრებო, რა ეშველება და გეტყვით. ახალ ბლოკებს იყიდით და ახალ ბლოკებით ააშენებთ. ვიცი რომ დაგბლოკა მივხვდი, მაგრამ მე ხო უნდა ვიხუმრო რაღაცა. ეხლა როგორ ფიქრობ, ეხლა მე ვერ მივხვდი მაგი ამბავი? რა ბლოკებზე იყო საქმე? აღარ შემიძლია უბრალოდ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აღარ შემიძლია. ამ თქვენმა პარტნიორმა ამაშენა, დამაშენა, დამამშვენა და დამაქცია ბოლოს. იმპერა დამაქცია, რომ მე ლამის ლოგინიდან ამოვყირავდე მეგობრებო. ხა, ბატონო. აბა? სახლს ააშენებ. მაგრამ თუ დაგბლოკა, შენ სხვა ააშენე. ბატონო. всё. ასე ჩემო მეგობრებო. ეხლა მინდა ვკითხო კარგს. თქვენ რა უნდა მოიქცეთ ეხლა სანამ ეს ადამიანი მოდის. მოდის მეგობრებო. მოდის. ვისი თეთრი მანქანით მოვა, ვისი შავი მანქანით მოვა მეგობრებო. ხა. ვისი კვერთხებისთვის მოვა, ვისი ჭირი მეთქვა, ვისი ემოციებით მოვა. ხო, ყურეთ ეხლა. იმიტომ რომ ბევრი ხართ და ყველასა სხვადასხვანაირად მოვა. ბევრთან სექსუალურობისთვის მოვა. ბევრთან მოდის უფრო, იცით როგორ, აი, შანსის გამოსაყენებლად. ანუ თქვენი პარტნიორი თუ კი არის ჭაღარანარევი. ხა. ბევრი შემთხვევაში არის ჭაღარანარევი.
კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჩვენ აქ აშენებაზე ვართ, ჩემო კარგებო, რა კითხვები და რა პასუხები? რას ლაპარაკობთ? და რას ამბობ, შენ ყავს და ბლოკილი თუ რა მჭირს? რა მჭირს? ახსენი ბლოკი. უნდა ახსნა? აშენება თუ გინდა ამ ადამიანიდან უნდა ახსნა. თუ არა დაგაქცევს თუ დაგამშვენებს მიხდები კემაის და მე გოუშვი ბლოკებში ისევე. ხა. მასაკენი. მაი არა და მეორე. აღარ შემიძლია მეგობრებო. მე გავაგდე სახლიდან და მოვა აბა საწავა. რას ფიქრობ ახლა სახლს დაგიტიებს შენ და წავა ისე? აფერ ფიქრობ ახლა შენ? ჰა? მოვა აბა საწავა. სახლი თუ არა მეტი? შენს კართან მოვა, შენ სახლის კარებთან მოვა. არაუშავს. არაუშავს. მოკლედ თქვენ რა უნდა გააკეთოთ მეგობრებო? რა უნდა გააკეთოთ აგერ? თქვენ თუ ვერ ხვდებით რა უნდა გააკეთოთ, მე გეტყვით ახლა მეგობრებო აგერ და დასკვნა გამოიტანეთ მერე თქვენ. ხა. აბა მეგობრებო, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? მეგობრებო. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? მეგობრებო, როგორ უნდა მოიქცეთ და უყურეთ? ისევ იმ გზაზე უნდა გააყენოთ. ქში უნდა უთხრა ასე, მეგობრებო. ეხა ეს ადამიანი მოვა უპასუხისმგებლოდ. არ გეგონოთ რომ პასუხისმგებლობით მოდიოდეს. აი ხო გეუბნებით. ერთი მოდის კვერთხებით, ანუ მხოლოდ ურთიერთობისთვის და მეორე მოდის ემოციებისთვის. აქ პასუხისმგებლობისთვის არა, მეგობრებო. აქ ეს პასუხისმგებლობას ცოტას მოიგვიანებს. ხო, ასე რომ მიკონფლიქტებთ თქვენ ამის გამო და გააბუნძუნებთ უკან. არჩევანის წინაშე დადგებით, მეგობრებო, მიიღოთ ეს ადამიანი თუ არა. და თქვენ რას გააკეთებთ? გაწყვიტავთ ურთიერთობას. ასთე, მეგობრებო. ხო? მიაბუძუნებთ უკან. მეგობრებო. დამთავრდა კინო წაისახშიო ეტყვით. სერიალები არ მაქვს ასე ეტყვით. თქვენ ეტყვით რომ მე არ ვარ ბრაზილიური სერიალის გმირიო, ასე ეტყვით მეგობრებო. არც იტალიურ სერიალში მინდა მონაწილეობაო, ამას ეტყვით მეგობრებო. ხო, ასე ეტყვით. კი, ბევრი თქვენთაგანი ასე ეტყვის. ხო, არ მოსულა ჯერ ხო? შინ მოუსვლელო სადახარ ქვია მაგას. აი ასე. შედეგი ამ ყველაფრის. კი, ასე ეტყვით. შედეგი ამ ყველაფრის ახლა. არაფრით არ დაგანებებს თავს, მეგობრებო. ხო არ გონიათ რომ ამით დამთავრდება რა? პაპ. ერთი კვირის თავზე მოვა მეგობრებო. ერთი კვირის შიგნით მოვა. 7-8 დღის შიგნით მოვა მეგობრებო. გარწმუნებთ. 7-8 დღე, დიდი 8. ხო, მეტი არა, 8 დღე. 8 კვირაზე და 8 თვეზე არ ვსაუბრობ, 8 დღე მეგობრებო. ერთი წუთით რვა დღე მეგობრებო, აქედან 8 დღე. ერთი კვირის მერე შიგნით რა თმინდაო? ახლა შენ ეს როგორ გაიგე ჩემო კარგო? უყურეთ, ეს ადამიანი ფიქრობს აი ზუსტად 8 დღის შიგნით, ანუ 8 დღის განმავლობაში. აქედან 8 დღე მეგობრებო, იგულისხმეთ. ანუ ერთი კვირა რა. ერთი კვირის ვადაში ელოდეთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ
კი მეგობრებო, აი მოვა აუცილებლად მოგწერთ მეგობრებო, სხვა თუ ვერ მოვა მართლა, მოსვლა მაინც ჩანს და მოსვლით მოვა, მაგრამ ჯერ მოგწერთ მეგობრებო. ხო. ას მოიტანსო ბონბორეს მოიტანს, რო ჩავცხვა. მეგობრებო, ხო. მოვა აუცილებლად, მეგობრებო, შეხედეთ კვერთხების მეფე. აი, თქვენ არიცით ამ ადამიანის მიზნები, ამ ადამიანის გეგმები, ამ ადამიანის ფიქრები, თქვენ არიცით. ხო, არ ვიცით, არ გვეუბნება და არ ვიცით. ხო, თუმცა მოვა ფარულად. მოვა სიახლეების დასაწყებად. მოვა აი კრუქს მოგივლით ასე, რო იტყვიან. ანუ, აქედან კი არ მოვა. პირდაპირ კი არ მოვა. აი ესე მოუხვევს მეგობრებო და აი ესე დეიკლაკნება და მოვა. შემოგიძვრებათ რო იტყვიან. ხო, იმიტომ შემოგიძვრებათ რომ ეს ადამიანი ძალიან მოჯაჭულია თქვენთან და აი არ შეუძლია, თქვენს იქეთ არ შეუძლია მეგობრებო. ხო, იმიტომ მოვა რომ ძალიან ბევრ მოგონებებშია და სიახლეების დაწყება უნდა თქვენთან. იმიტომ რომ თქვენ ხართ მისამყარო. ხო, რა ქნას ეხა ძალიან გაუბედურებულია, ძალიან აი დასამარებულია რო იტყვიან. ტარზე ვენოკია მეგობრებო. რაო? გავწეწავ მიქალთანეო. ხო, მასეკენი. ხო. ძალიან ცუდათა და იმიტომ მოვა. მეგობრებო, ეს ადამიანი ეცდება მანამ სანამ არ მიაღწევს თავისას იცოდეთ. თავს არ დაგანებებთ. ამ ცთაზე თუ არ გამოუვა კიდევ ეცდება. კიდევ თუ არ გამოუვა, მერე კიდევ ეცდება. იქით კიდევ ეცდება, იმის იქით კიდევ ეცდება. მოკლედ, მეგობრებო, შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ბოლოს დაიღალოთ და ჯანდაბასო იტყვით და რაღაცას გააგრძელებთ კი. ჯანდაბით გააგრძელებთ ასე მეგობრებო. მაპატიეთ ამ ჯანდაბისთვის, მაგრამ ხო. იმდენად ძალას გამოგაცვლით ეს ადამიანი და თავს არ დაგანებებთ, რომ ერთი რასიზამ გიყურებო ასე ეტყვით. ხო. ძალიან ეჭვიანობთ თქვენზე, მინდა გითხრათ. ვისთან ხართ, სადმე ხوار ხართ, ან რა გაცვიათ. აი, გაჩერებაზეც რო იდგეთ, ავტობუსის იმაზეც ეჭვიანებს. კი. ძალიან უნდა რომ წინააღმდეგობა გაგიწიოთ და მის ჭკუაზე გატაროთ, მაგრამ ეხლა არ გამოსდის. როგორ გამოუვა ხა იგი ახლა ყოვლად მიუღებელია ეხლა ესეც აქცელი მისგან. წინააღმდეგობას ეხლა არ გაგიწევთ. მაგ მხრივ რომ რაც რამე რო არ მოსწონს და შენიშვნა მოგცეთ, ეს გამორიცხულია ახლა მეგობრებო, თორემ თქვენი არაფერი არ მოსწონს. ამას გეტყვით. კი. ძალიან უნდა ეხლა კრიტიკა მოგცეთ, აი რაღაცები შეგისწოროთ, თუ ჩაცმულობაში, თუ საქციელებში, თუ წასვლა-მოსვლაში, აი ნებისმიერ რაღაცაში, ძალიან უნდა რომ არ მოსწონს და გითხრათ ეს, მაგრამ ეხლა უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ შეიძლება ეხლა ეხლა ეს როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? არ შეიძლება. გამორიცხულია უბრალოდ, მანც ძალიან კარგად იცის რომ ეს გამორიცხულია. ხა, ვერც გაბედავს ესეთ რაღაცას. ეხლა მით უმეტეს. მოვა ესე მოთანიეთ. ესე მოვა და ესე შემოგთავაზებთ, მეგობრებო, დაგპირდებათ კარგ ცხოვრებას. მერე ხო, თუმცა ეს კარგი ცხოვრება თქვენთვის გაუგებარია, მაგრამ მისთვისაც გაუგებარია. მანც არ იცის. ხი თუ არა ამის შემოთავაზება, ესეც არ იცის. არ იცის. ხის? გამოვა? ეშინია დაბრკოლებების, ეშინია მარტონის, ამ ადამიანს უთქვენობის ეშინია. ძალიან ეშინია ოღონდ მართლა. ძალიან ფიქრობს იმაზე, რომ თქვენთან დაკავშირებით გეგმები არ შეუსრულდება. ამას ძალიან ნერვიულს. ხო. აბატონო, ეს ერთ-ერთი ჩემთვის ქორწინების და ჯვრისწერის კარტია. ძალიან თავაზიანობის კარტია. ძალიან მოკრძალებულად უნდა ეს ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ მეგობრებო, ძალაც არ აქვს ეხლა, ასე რომ მეგობრებო, ძალიან ცუდათაა. ხო, ძალიან ცუდათაა მეგობრებო, იმიტომ რომ თავის დროზე ამ ადამიანმა რაღაც არასწორი გააკეთა.
თუმცა თქვენ შეხედეთ. ხა, თქვენ თვითონ შეხედეთ. ანუ შანსი მაქვს. გავთხოვდეო. შანსი ყველას აქ გათხოვდეს და დაოჯახდეს, მაგრამ ისე კი არ უნდა გათხოვდე და დაოჯახდე, რომ ეკისერი მოიტეხო, ჩემო კარგო. დააკვირდი ადამიანი, როდესაც მოდის, როგორ მოდის, რითი მოდის. ჯერ დააკვირდით, მეგობრებო, დამკვირვებლის როლი მოირგეთ ერთი სიტყვით. ხა. მოირგეთ დამკვირვებლის როლი და თქვენი პარტნიორი აუცილებლად გამოამჟღავნებს თავის აქციელებს. არ გეგონოთ, რომ რაიმე დაიმალება. ზუსტად. აი ზუსტად, ასე რომ დღევანდელი ჩვენი სეანსი ძალიან საინტერესო იყო, ამავე დროს ძალიან ისეთი მხიარული. გონი დამეთანხმები თამაში. კი ბატონო. მოკლედ სამსევთვარეობა რაღაც სიახლეებს მოგვიტანს, მაგრამ ჩემო ძვირფასებო დააკვირდით, თქვენი პარტნიორი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე ამ ერთი კვირის შიგნით და რას შემოგთავაზებს დააკვირდით, ქმედებებს დააკვირდით, სიტყვები არა და დაპირებები არა, მეგობრებო. ქმედებებს დააკვირდით, საქციელებს დააკვირდით. ხა. აბა ნახოთ ახლა ასტრაბარათები რას გვეტყვის და კარტებით სვივა. ხო, რას გვეტყვის და ძალიან უნდა რომ ეს სიტუაცია დააწყნაროს. ანუ რა ქვია ამას? დააბალანსოს ეს ურთიერთობა, სიტუაცია ძალიან უნდა თქვენ პარტნიორს ბალანსში მოიყვანოს. მოლაპარაკებებით მოვიდეს თქვენთან. ეს არის ტოლერანტობის კარტი და ანუ ტოლერანტულად, ანუ ყველანაირად უნდა რომ ამ ადამიანმა მოგითანხმდეთ, დაგითანხმოთ, დაბალანსდეთ, დააბალანსოს ურთიერთობა. ხო. კიდევ რას გვეტყვის თქვენს ურთიერთობაზე? რას გვეტყვის? რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის? აი მეგობრებო, არ მოგატყუებთ და გეტყვით რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობა აქვს კი. ეს ორმხრივი გრძნობის კარტია. აი ეს ორმხრივი გრძნობის კარტია, მაგრამ თავისებურად აქ ამ ადამიანს ეს გრძნობა. თავისებურად გამოხატავს, თუ არ გამოხატავს. ხო, ანუ ხვდებით რისი თქმაც მინდა. გრძნობა აქვს, აქ გრძნობა ორმხრივია, მაგრამ აი თავისებურ გამოხატვაში იგულისხმება ის, რომ არ გამოხატავს. ანუ თქვენ უნდა დაგესიზმოთ, რომ ამ ადამიანს უყარხართ. ხა, სიზმარი უნდა ნახოთ ყოველ დღე. ყოველ ღამე. უნდა ნახოთ სიზმარი, რომ ამ ადამიანს უყარხართ. თავისებურად უყარხართ. ეს არის წესრიგის ადამიანი, თითქოს რაღაცა ფორმიანია. შეიძლება წესრიგის დამცველი იყოს ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი, ბარმენი, მენეჯერი, მომტანი, მესაფლავე, მეყვავილე, მომღერალი, მოცეკვავე, მილიცია, პოლიცია, გამომძიებელი, სამართალდამცავი, ან სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი. ხა. და მომღერალი, მედოლე, მესალამურე, მეფანდურე. აღარ შემიძლია. კი, ყველაფერი შეიძლება იყოს, კი. რაღაცა ფორმა აცვია ამ ადამიანს, მართლა ძალიან ბევრი სპეციალობა, რომელსაც ფორმასთან დაკავშირებით აქვს, მშენებელსაც და მუშასაც ფორმა აცვია. ხო, კლარნისტი, მუსიკოსი, ყველაფერი მეგობრებო. ასე რომ რაღაც ფორმასთან დაკავშირებული არის. ეს ადამიანი არის ძალიან ეჭვიანი. ხო, ძალიან ჯიუტი და შინაგანად ძალიან გაუბედურებული. კარზე ვენოკი, რო ვთქვი წეგან მეგობრებო, ფეხებში უყრია ვენოკი. ყვავილები.
ხო. მოკლედ რა ვთქვა, არ ვიცი, თუმცა თავისებურად სიყვარული აქვს. ძალიან კრეატიული ადამიანი ჩანს, კიდევ მინდა გითხრათ. შეიძლება უყვარდეს ხატვა, შეიძლება რაღაცეების კეთება უყვარდეს, შეიძლება კოლექციას აგროვებდეს, მეგობრებო, არც ამას გამოვრიცხავ. წიგნის კითხვა უყვარდეს, ხაზვა უყვარდეს. ეს რა შეიძლება კიდევ ვითქვას, კრეატიული ადამიანი, ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ხო, სასმლის რა ვერ გავიგე? კი, ჯიუტი და ეჭვიანი არის. ხო, მოკლედ რა ვთქვა, არ ვიცი, რაღაცა აქვს ამ ადამიანს თავისი სპეციალობა, რაც ძალიან კარგად გამოსდის, ოღონდ მართლა ხუმრობის გარეშე. კი, ძალიან ჭკვიანია, ვაღიარებ, ეს ადამიანი შეიძლება იყოს მხატვარიც, მხაზველიც, მშენებელიც, ინჟინერიც. ეს ადამიანი შეიძლება კიდევ მაკეტებს აკეთებდეს, რაღაცეებს, ხო, ანუ გეგმა ნახაზებს, აი რაღაც ძალიან ჭკვიანია. მეგობრებო, ეს ადამიანი სულელი არაა. მინდა გითხრათ. კი. თავისებურ სიყვარულზე ვიგუდებიო. ნუ რა ვქნათ, ეხლა რამდენი მინახია და გამიგონია მე, რომ ყოველას აქვს თავისებური სიყვარულის გამომჟღავნების მანერა. ხო. კი ბატონო, ყველაფერი ადმინისტრატორიც, კი ბატონო, დაცვა, მილიცია, პოლიცია. ყველაფერი შედის ფორმიანში, მეგობრებო. თანამშრომელი, მილიციის თანამშრომელი, პოლიციის, განყოფილების, ყველაფერი რა ვიცი ხა. რა ვიცი ხა, სკოლის მოსწავლესაც თავის ფორმაცია და ხა სკოლის მოსწავლე ვერ იქნება. თუმცა საკობრივად გონებით იქნება სკოლის მოსწავლე. რა სხვანაირად ხა ესე ადამიანი სხვანაირად ამ ხმის ადამიანი ესე არ მოიქცევა ბავშვებით. სკოლის მოსწავლესაც ფორმა აცვია კი. არაფერი არაა მათყუ არა. ჭკვიანი და ისეთი გენიოსი ადამიანებიც იტყუებიან. ბევრი გამიგია. სწავლა უყვარს. პატარაა ჩემზეო. მოკლედ კიდევ რას გვეტყვის, მეგობრებო, კიდევ რა, ხო, მეგობრებო. ის რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სურვილები აქვს, კი, თითქოს რაღაცას წერს, თავის სურვილებს. თავის სურვილებში ძალიან ბევრი რაღაცები შედის. ოხ, ერთი გამადიდებელი რო ვერ ვიყიდე მე რა ხატი აქვს, ერთი კი მაინტერესებს, მეგობრებო. რა ხატი აქვს ამ ფურცელზე, რა ხატია, ძალიან მაინტერესებს. სურვილები ხატია თავისი. კი ბატონო. ხო და კიდევ ის რომ კიდევ ის მეგობრებო რომ ეს ადამიანი აუცილებლად გამოიღებს ინიციატივას, ძალიან მოინდომებს კი. ნუ ეხა ეს თუ დაგამშვიდებთ, ნუ უბრალოდ ეხა მონდომებაზე და ნაბიჯებზე თუ იქნება საქმე, მიდგება კი, იქაც იყო ტაროს დასტაზე და აქაც არის ნაბიჯების კარტი. ეს არის მონდომების კარტი, ეს არის ინიციატივის კარტი და ანუ ეს ბარათი არის, ეს სურათი არის ზუსტად ნაბიჯის გადმოდგმის. აქამდე თუ ჩაკეტილი იყო, აი ესეთ მოხაზულია და ჩაკეტილია, თავისი ბარიერები აქვს ამ ადამიანს აღმართული, ხო? ანუ ამ ყოლაფრიდან გამოვა. ერთადერთი ის შთაბეჭდილება მრჩება, აქ თავისი ინიციატივით მოხდა. მოდი ასე ვიტყვი. და თავისი ინიციატივით გამოვა აქედან. აი თუ თქვა თუნდაც ამ მოხაზულში და ამ ჩაკეტილობაში. ეს თავისითაა ყველაფერი. თავისით მოხდა და თავისით მოხდება, მეგობრებო. ხო. კიდევ ერთი ბოლო კარტი. ბოლო ბარათი.
რას გვეტყვის და დაანდაღლილია პარტნიორი როგორც ჩანს. რას გვეტყვის მეგობრებო, ბოლო ბარათი. მეგობრებო, ქვემოდან შეხედეთ რა კარტია. გაოცებული ვარ უბრალოდ. უბრალოდ გაოცებული ვარ. ამ ყველაფრით ახლა მართლა შოკი მივიღე. იმიტომ რომ ეს თქვენ ხართ. შვილი გინდა. და ხო. ეხლა მინდა რაღაც ძალიან ბევრი შინაარსებია ეხლა აქ. ეხლა ვილაპარაკებ. ეხლა მეგობრებო, თუ კი თქვენ რომელიმე თქვენთაგანმა რაიმე манипуляция ჩაატარეთ. ამით თუ ამას მიმართეთ, მეგობრებო. ხო? არ ვიცი, რა გითხრათ? ვერ გეტყვით, მაგრამ ეს არის მაგის კარტი, ეს არის მაგიის კარტი. ეს არის საიდუმლოებების კარტი, მკითხავის კარტი. თუ თქვენი პარტნიორი დადის მკითხავთან, მეგობრებო, და თქვენზე ამბებს გებულობს. თქვენი პარტნიორი დადის მკითხავთან და თქვენზე ამბებს გებულობს. მხოლოდ თქვენ არ ხართ აქ, ისიც ასე დადის. როგორც თქვენ. ხო, მე ვიცი რომ ახლა ვინც მისმენთ, ამას არავინ არ გააკეთებს. თქვენი პარტნიორი დადის და თქვენზე ინფორმაციას აკეთებს. ეს მაგის კარტიცაა. მაგი და მკითხავი. რამდენი ფურცელიც არის აგერ დაყრილი, მეგობრებო და დახვეული და დაყრილი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ის აგროვებს თქვენზე. კი, რატო რას ვამბობ? რატო გაგიკვირდათ? მე აქ გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. რატო? აქ მე გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ, მეგობრებო. მამაკაცებიც დადიან და მკითხაობენ. რა პრობლემაა? ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ ეხლა დაგისვამთ ერთ რაღაცას გეტყვით ეხლა. აი მაგალითად, თქვენ ხო იცით თქვენი ხასიათი, ხო? ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. მოდი ეხლა უბრალოდ ვიმსჯელოთ ამ პასუხზე ეხლა. უიო, არ გამიკვირდაო, რატო მიტო შემიყვარდა გიჟებითო. ეხლა ამაზე მინდა გაგცეთ პასუხი. ხო, ჩემო ძვირფასებო, ეხლა ხადავი, ხუმრობა იქეთ იყოს და მაგალითად ეხლა თუ კი ხართ ადამიანზე ძალიან აი რაღაცნაირად გადართული 24/7-ზე გეფიქრებათ. და თქვენ იცით რომ ესეთი რაღაცა თქვენგან იყო გამორიცხული. ხო? თქვენ ეს გიკვირთ თქვენი ეს აქციელი გიკვირთ რომ 24/7-ზე გინდათ არ გინდათ გეფიქრებათ ამ ადამიანზე, ხო? მეგობრებო, აბატონო პასუხი. იმიტომ რომ ეს თქვენ არ შეგეფერებათ, ეს თქვენ არ გახასიათებდათ აქამდე და ეხლა გახასიათებთ, ხო? აი ზუსტად ესაა მაგის პასუხი. ესაა მაგის პასუხი. რომ ეს ადამიანი აკეთებს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ აი ესეთ ადამიანს ხელიდან არ გაგიშვებთ. არავითარ შემთხვევაში თავს არ დაგანებებთ. არავითარ შემთხვევაში თავს არ დაგანებებთ. ამასაც გამოიყენებს. იცოდეთ. მაგიასაც გამოიყენებს, იცოდეთ. კისერს დავდებ თუ გინდათ. კი. მამაკაცებო, ქალბატონებო, ვინც მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენი პარტნიორი ამასაც გამოიყენებს.
ხა იცოდეთ, გარანტიას გაძლევთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთები და ესეც არ დაგთმობთ. ეხლა ეს საჯაროა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ეხლა მაგას ჩვენ არ განვიკითხავთ აქ, რო ყავს, ის ყავს, ის სხვა, თქვენ ხართ სხვა. თქვენ არ ხართ ის სხვები. თქვენ ხართ ეს. ის სხვები არიან სხვები, რომლებიც არ ჯდება მის სტანდარტებში, მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? სხვებს ნუ ადარებთ თავს, ძალიან გთხოვთ. საკუთარი თავის ფასი არ იცით, სხვებიც რო ყავს და ყავდეს. თქვენ ხართ ეს ერთი, ასეთი მეორე არ არსებობს. ამიტომ რომ ამას არ დაკარგავს, გამორიცხულია უბრალოდ მეგობრებო. გამორიცხულია უბრალოდ. გამორიცხულია, გამორიცხეთ რომ ამ ადამიანს თქვენ მოიშორებთ. გამორიცხეთ უბრალოდ მეგობრებო. არ არსებულია. ამ ადამიანს ინფორმაცია მოგროვებული აქვს თქვენზე. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცით თქვენ ვინც ხართ, რაც ხართ, რა შეგიძლიათ და რა ენერგია გაქვთ და ზოგადად თქვენთან რა შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს თქვენთან ერთად. ამიტომ იმას რომ ამ ადამიანმა არ დაგკარგოთ, მაგიასაც მიმართავს. დარწმუნებთ. დავამთავრე უკვე მეგობრებო. სათქმელი ითქვა უკვე. ვისაც არ გჯერავთ თქვენი პრობლემა. მე გითხარით. მეტი არ ვიცი, ასე რომ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ხო, ეს მეც ვერ ვხედავ ამაში დაუჯერებელს ვერაფერს. ეხლა მე ჩემი თავის ფასი ვიცი. მე ვიცი, ისიც ვიცი ვინ ვარ, რა ვარ და რას წარმოვადგენ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ვინც შემოდის ჩემთან. და ვის ცხოვრებაში ჩევდივარ მე. მე ვიცი ჩემი თავის ფასი. ამიტომ ისეთ ადამიანებს, ვინც ვერ დაგვაფასა და მიხვდა რომ გუკარგავს, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ამასაც გამოიყენებს უბრალოდ. მე არ მივცემ მაგის საშუალებას, რომ ვინმე ჩემთან მაგი გამოიყენოს. მე მაგითაც ვერ მომერევა. ხა, ასე რომ შვიდობიანი ღამე ყველას. ჩემო მეგობრებო, თუ კი არ გსურთ ამ ადამიანის დაბრუნება, გაიკეთეთ წმენდები. გაიკეთეთ წმენდები და მაგია ვერ იმოქმედებს თქვენზე. მეტი პასუხი არ მაქვს. ხო. მეტი პასუხი არ მაქვს. თუ არ გინდათ ამ ადამიანთან, მე არ მინდა ესეთი ურთიერთობა, ადამიანი, რომელიც მაგით მოქმედებს ჩემზე. მე არ მსურს ესეთი ადამიანი, მე ვიცი რომ მეკეთებენ, ამიტომ ვიკეთებ წმენდებს, მეგობრებო. ხო, გაიკეთეთ წმენდები. ზუსტად. და ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. თვითონ ხო უნდა რომ მიგიჯაჭვოს. აქეთ მოგეჯაჭვებათ, მეგობრებო, და აქეთ გდიოთ მერე. მაგრამ ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. აი, ასე მეგობრებო, დაიცავით თავი. წმენდებით დაიცავით თავი. შვიდობიანი ღამე ყველას, გაიხარეთ მეგობრებო, გაიხარეთ. ეს დღეები არ მაქვს პირადი გაშლები. ძალიან მინდა ცოტა ხანი დავისვენო, ჩემო ძვირფასებო, სექტემბრიდან გავაგრძელებ პირადზე მუშაობას, ასე რომ კი. იმიტომ რომ მეც ვიკეთებ წმენდებს და მეც მინდა რომ ცოტა მოვძლიერდე, ჩემო ძვირფასებო. მეც ძალა გამოლეული მაქვს, ასე რომ დროებით მაქვს გაჩერებული პირადი გაშლები. ეს თვის ბოლომდე, ამ თვის ბოლომდე გავაჩერებ და სექტემბრიდან დავიწყებ, მეგობრებო. ასე რომ შვიდობიანი ღამე ყველას. ბედნიერი დილის გათენება და წარმატებები. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყველგან და ყველაფერში თავს გაუგრძელდით, გაიკეთეთ წმენდები, მეგობრებო. გაქვთ, არ გაქვთ მაგია, ყოველ შემთხვევაში თვალიდანაც გაიწმინდებით. ავი თვალიდან, ნეგატივიდან გაიწმინდებით. წმენდები არ არის ცუდი, ასე რომ ძალიან დაგეხმარებათ ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, ასე რომ კი, მიმართეთ წმენდებს და ამ რთულ პერიოდს გადაგატანინებთ. ასე რომ შვიდობიანი ღამე ყველას და გელოდებით კომენტარებში. აბადროებით, უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. გალოცვილები ყოფილიყავით მუდამ.
და წარმატებებიან.